ყოველი ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვა. ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ. ბუნებრივია ყველა სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა. თავარია ჩვენ მიზნად ღვთისმსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ. ეს არის პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ერთ-ერთი ფრაგმენტი. ეპისტოლეს სამების საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დროს წაიკითხეს. ილია მეორემ ეპისტოლეში ყურადღება ქართულ იდეაზე და მისთვის თავდადებაზე გაამახვილა. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ქართველთა ნათესაობას, პატრიოტიზმს, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას, ოჯახის სიმტკიცეს, ღვთის სიყვარულს ეძღვნება. ილია მეორემ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებით აფხაზებსა და ოსებს მიულოცა. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც მოიხსენიებს. ავიღოთ ქრისტიანული ოჯახი. ეს არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს პირველ რიგში ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე. ხოლო თუ მათ ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტების საფუძველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეძღვნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს. ოჯახის სიმტკიცისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ჯანსაღი ზნეობრივი გარემოს არსებობას. სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ ცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირვარამის გაზიარებისა და საქართველოსათვის მსახურებისას. ხერხთან ერთად საუკუნეთა განმავლობაში ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართულ მეფეთა ტიტულატურა, ამაზე მეტყველებს აფხაზეთში ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, ბაგრატ მესამის საფლავი, ამაზე მეტყველებს ჩვენ შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელმირონობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უწმინდესის ეპისტოლე, მისი გალოცვა, მისი მოსაზრებები, რაც ყოველთვის არის ძალიან ყურადსაღები ყველა მიმართულებით, რაც ყველაზე მთავარი იყო, აქ იყო საუბარი ისეთ ღირებულებებზე, როგორც არის ოჯახი, როგორც არის ჩვენი ქვეყანა, ქართველობა, ჩვენი მისია, ჩვენი ფუნქცია და მოგონი ყველასთვის ძალიან დასაფიქრებელი სიტყვები თქვა დღეს. ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დიდი აქცენტი გაკეთდა ოჯახზე, ოჯახურ ტრადიციებზე. ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვანი იყო, რომ პატრიარქმა მიმართა აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა მიულოცო მთელ საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, უსურვო მეტი რწმენა და მეტი ნდობა ერთმანეთის მიმართ.